ეს არ არის სწრაფი მანქანა. ეს არ არის ეზოში გასართობი მანქანა და საერთოდაც ეს არ არის სათამაშო მანქანა. ეს არის კონტროლი, ეს არის ტექნიკა და ეს არის ნერვები. დღეს გეტყვით თუ რატომ არის RC დრიფტი ყველაზე რთული და ყველაზე სტილური მიმართულება RC სამყაროში. თუ ფიქრობ რომ RC დრიფტი უბრალოდ რეალია, ბოლომდე დარჩი. პირველ რიგში გეტყვით რომ ეს არ არის რბოლა, აქ არავინ არ გეკითხება რამდენ წამში გაიარე. დრიფტში გეკითხებიან როგორ გაიარე, რა სტილით იარე, რამდენად აგრესიული იყავი, რამდენად ლამაზი იყავი. სხვათა შორის ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ ნამდვილ დრიფტში ვხედავთ და რადგან ჩვენთან ისეთი განვითარებული არ არის RC დრიფტი, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება RC ამბავში იგივე ტექსტები არ გაგიგია, თუმცა ყველგან ასე ხდება ხოლმე. სამწუხარო აღიარება ჩემი მხრიდან. მე სამწუხაროდ ეს სფერო ძალიან გადავდე და შესაბამისად ჩემ YouTube არხზე ბევრი ვერაფერი ვერ ნახე და ესე იგი მე მინდა დღეს გადმოვდო, ვაიმე იმედია არ დავიწვევი, ტვერი ნახეთ. აბა ჩანს კარგად. ეს ჩვენი BMW. აქეთ ჩვენი Subaru მაჩუკე. ჩვენი Lamborghini. ესე იგი, მე მგონი კარგად ჩანს, რამდენად დიდი ხანია საერთოდ არ გადმომიღია ეს მანქანები და სამწუხაროდ ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება და ფიქრობ რომ ეს ის სტილია რომელიც რეალურად ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე ხალხს, იმიტომ რომ ხა დრიფტი RC სფეროს კი არა, სოფლიოს აინტერესებს და დავიხრჩვი. ხო და აი ახლა ავდგეთ და რეალურად განვარტოთ სინამდვილეში. აქ რომელი მანქანა არის დრიფტი და საერთოდ რომელი მანქანა რას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან რომ დრიფტი აქ არის მხოლოდ ორი ცალი. დანარჩენი არც ერთი არ არის დრიფტ კარები. ესე იგი, პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ჯგუფი RC Community Georgia, სადაც დაახლოებით 8000-მდე ადამიანი ვართ უკვე შეკრებილები და ძალიან მიხარია ეს ფაქტი, თუ სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ დაემატოთ და უფრო მეტი რამ გაიგოთ RC-ის შესახებ და ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ სარიზღილაკი. რაც შეეხება ახლა ჩვენ მანქანებს, აი ზუსტად იმ ჯგუფში იწერებიან ხოლმე მაგალითად დავიწყოთ ეს თანმიმდევრობით მივყვეთ ამ მანქანებს. აი დაუშვათ ამ ტიპის მანქანებს. რომ ეს არის drift car და რატომ? იმიტომ რომ მაგედად Mustang-ი ადევს თავზე, პირობითად და ნუ რა ვიცი, სწრაფად დადის. გამომდინარე იქიდან რომ ეს მანქანები არიან ძალიან ძლიერები და ძალიან სწრაფები, ხო, ნუ რა თქმა უნდა, გინდა 4-4-ზე იყოს და გინდა უკანა წამყვანი იყოს, მაინც ბუქსაობენ, მაინც რეალებენ და მაინც ახდენენ აი ეს მოზანოსებას თუ რაღაცა მსგავს და მაგიტომ ეძახიან ხოლმე drift-ს, მაგრამ დრიფტს აქვს თავის რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა. აი ეს მანქანა იმ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და მოდი ახლა ავხსნათ თუ რატომ. პირველი, როცა დრიფტ მანქანაზე ვსაუბრობთ, აი რა გახსენდებათ, აი ყველაზე განსხვავებული რა აქვს სხვა მანქანებთან შედარებით. მოხვევის კუთხე, ხო? მათ ხორი ეზრი არ არის. შეხედეთ. აი ამის მოხვევის კუთხე. ეს არის სტანდარტული რაღაცა რეალური მანქანა, Mercedes-ი რომ უხდო და დაახლოებით ეგეთი ვარიანტია, თუ არ თლად ეგეთი კარგიც არ არის. ეს ერთი მომენტი, რის გამოც ეს ვერ იქნება drift car. მეორე მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეს მანქანა არის 4x4-ზე და ზოგადად RC სამყაროში იმდენად მძლავრებია, როგორც უკვე წეგან გითხარით, აი ეს ძრავები და ისეთი სწრაფები არიან, რომ უკანა წამყვანებს უჭირთ ხოლმე დაზვრა. და ამიტომ ძირითადად RC სამყაროში ჩვენ გვხვდება 4x4-ზე წამყვანი მანქანები. მოკლედ რეალურად მინდა იცოდეთ, რომ ეს ძალიან კარგი ხარისხის ბრენდი HPI, მაგრამ on-road-ი რა, ეს არ არის drift car და ამის შემდეგ აღარ შეგეშალოთ drift car და ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი on-road-ი. თუმცა რა ვიცი, Ken Block-ის პონჩი კი იდრიფტავებს, რაღაც ეგეთებს იზავთ. აი ეხლა მოდი გადავიდეთ ამ მანქანაზე. ეხლა აი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებულ ინფორმაციას გაწვდით. ეხლა ამას აქ მოტეხილი აქვს, მაგრამ აი უეჭველი გახსოვთ, აი ესეთი თეთრი ჩამოწეული რაღაც და კრ ესე რო შევა ხოლმე და საჭეს რო გვისწორებს. აი მაგას რომ მანქანაზე ნახავთ, ესე იგი იცოდეთ რომ ეს არ არის RC ჰობის წარმომადგენელი. ხო, ბარემ აქვე გეტყვით რომ ვინც არ იცით ჩვენი RC სამყაროს შესახებ, გეტყვით რომ ეს სამყარო იყოფა 3 ნაწილად.
პირველი, ეს არის toy კლასი, ანუ სათამაშო არსი მანქანები, აი ადრე უფრო პულტიან მანქანებს ვეძახდით ხოლმე. მეორე, ეს არის უკვე ჰობი კლასი, აი მაგალითად ეს ჰობი კლასის მანქანა არის, ეს ჰობი კლასია, ეს ჰობი არის, აი ეს ჰობი კლასის მანქანა, ტრაქსასი ხო, აი ჩემი უსაყვარლესი ბრენდი რაც არის, ის ჰობი არის, არმას ჰობი კლასი არის. პრო კლასის მანქანები კი ეს უკვე მესამე ეტაპი ძალიან იშვიათად გვხდება. ეს არის toy კლასის წარმომადგენელი, აი ამ toy კლასის წარმომადგენლებს მაგალითად გეტყვით რომ აი ესეთი არის toy კლასი, ხედავთ? შემომატყდა ხელში. აი ესეთი ელემენტები, ბატარეები უდევთ ხოლმე. ჩამრთველის გარედან აქვთ და საერთოდაც თავი არ ეხდებათ. მოკლედ, პლუს აი ეს hard body ზოგადად არ შეიძლება, ეხლა მე ბევრჯერ მომისმენია, რომ ესო რანაირი არისო ეს ვიზუალია, ნახეთ ესე იმაშობაო რა მოძრაობსო და სინამდვილეში ეს კარგია, იმიტომ რომ ეჯახები არ უნდა დაიმტროს. ეხლა ჰობი კლასის მანქანა როგორც გითხარი ძალიან სწრაფია და დაჯახებისას იმიტომ რომ არა, ამათ დიდად ეგ არ ჭირდებათ, იმიტომ რომ უფრო აი თვალის სასახვევად ვიზუალზე არის გათვლილი და ეს hard body უფრო მეტი დეტალიზაციის საშუალებას იძლევა და იმიტომ დაადგეს თავზე. და ესენი კიდე, ნუ უფრო პერფორმანსზე და მსგავს რაღაცებზე არის გათვლილი. ასე რომ, ისე რა მე ვფიქრობ, ეს მანქანა აკ-ყოფნას არ იმსახურებს, ჩავდოთ დაბლა და მაგალითად გადავიდეთ შემდეგ მანქანაზე. ეს არის ლეგენდარული Tamiya's TT02, ესეთი შასი არის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შასია და ძალიან უყვარს ხალხს. Tamiya არის იაპონური ბრენდი, მოკლედ ძალიან კაი ტიპია რა, ბევრი რა ვილაპარაკო. აი ესეც გონიათ ხოლმე დრიფტ კარი. მაგრამ არც ეს არ არის დრიფტ კარი მეგობრებო, ეს არის, მოკლედ ამისგან ძალიან კარგი რალის მანქანა გამოდის, რო იცოდეთ და ბარემ გეტყვით. აი ხშირ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე ესეთ მესიჯებს, რომ აი Subaru ყავთ, BMW ყავთ, აი S60 ყავთ და მსგავსი რაღაცები და ანუ სინამდვილეში მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რა მყავს და რა არა, თვითონ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ამას ცალკე ყიდულობ. თავარი არის ქვემოთ. თორე აჰა ეხლა ამას ავიღებ და დავაფარებ აქეთ. აჰა წინა ისენი დამეთქვა. წარმოიდგინეთ რომ აი ეს ნახურეტები რითიც უნდა ჩამოაცვა, ამასაც დავამთხოვ პირობითად და всё მორჩა. აი ხა პირობითად თქვენთვის რომ მეჩვენებინა ამ შასით და იგივე დისკებით რას გაარკვევდით, ხო? მეც ვერ გავარკვევდი თუ იქამდე არ მეცვენებოდა. ანუ რეალურად, ესე იგი ეს ყველაფერი ეს ისენი მთავარია რომ აი ეს wheel base აი ესენი ემთხვეოდეს ერთმანეთს და всё რა, ანუ რეალურად ესე არის. ესეც არის იგივე შასი სხვათა შორის, იგივე პლატფორმა არის და მოკლედ ძალიან კარგად გამოდის ამ პლატფორმიდან რალის მანქანები რო იცოდეთ. თუმცა არა მარტო რალის, on-road-ების ძალიან კარგად გამოდის ხოლმე. და რაც შეეხება ჩვენს Lamborghini-ს, ამასაც გაჩვენებთ, რითი განსხვავდება. სხვათა შორის ამას 5-ს კი ეწერა რომ drift car-ი იყო. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. ეს არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ აქაც ნახეთ იგივე ამბავი გვაქვს. შეხედეთ, ეს არის მისი მაქსიმალური მოხვევა. თუმცა, ეხლა ნახეთ, რატო შეიძლება მოტყუდეს ადამიანი რა. მაგალითად, ამას აქვს პლასმასის საბურავები. აი, რაღაცას რო დავარტყათ, ნახეთ, როგორ. ხო და ამ პლასმასის საბურავების გამო ძალიან სრიალებს. რეალურად ძალიან საინტერესოა. აი, მე ხო ამ მანქანაზე წეგან გითხარით, რომ ეს არ არის გასართობი ეზოში და რაღაც. აი, ეს ზუსტად ეგ მანქანა, რომელიც შეგიძლია გაიყვანო სადმე პარკინგზე ან თუნდაც ნუ იქნება პარკინგი სანაცვლოდ სახშიც კი კარგად გაერთობი მაგრამ მე იმას არ ვამბობ ხო ამით რომ ვერ გაერთობით ამითაც ძალიან კარგად გაერთობით მაგრამ ნუ ის პრომიმართულების მანქანაა და იმას რა თქმა უნდა აგიხსნით ყოველ შემთხვევაში მინდა იცოდეთ რომ ესეც არის on-road ტიპი რომელიც სრიალებს კიდეც ესეთი საბურავებით შესაბამისად რა გამოვიდა ეხლა ამ მანქანასაც შეგვიძლია დავაყენოთ ესეთი პლასმასის საბურავები და ისიც ესე ისრიალებს და ნებისმიერზე შეგვიძლია იგივეს გაკეთება ასე რომ ესეც ჩათვალეთ რომ სრიალა სტანდარტული on-road მანქანა არის რომელიც 4x4-ია და არაფერი განსაკუთრებული არ აქვს ჩემი დრიფტის დიდი პატივისცემის და მიუხედავად ჩვენი Subaru მაჩვენ მაინც ყველაზე პოპულარულ მანქანად რჩება და შეგიძლიათ დაიმახსოვროთ 100,000 გამომწერი, იმიტომ რომ 100,000 გამომწერზე ამ მანქანას გავათამაშებ. თუმცა ჯერ 40,000-ზე უნდა ავიდეთ და 40,000-ზე ძალიან კარგი საჩუქრები და ძალიან კარგი გათამაშებები გელოდებათ, მაგრამ ამისთვის საჭირო რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ რომ მეტ მანახოს და
გათამაშებებიც რა თქმა უნდა მალე დაიწყება. ახლა კი განვიხილოთ თუ როგორი უნდა იყოს დრიფტ-კარი და ეს მანქანა წამოვიყვანეთ ზაქროს ლაბორატორიიდან და ზაქროს ლაბორატორია არის ადგილი, სადაც ძალიან მაგრად აკეთებენ კბილებს და ზაქრო ჩემი მეგობარია. აი ეს კი ზაქროს მანქანაა, ოღონდ ეს არ არის არც ჰობი კლასი და ეს არ არის არც სათამაშო, ეს არის Z კლასის, კაი ხო, ხუმრობ, პრო კლასის მანქანა. და მოდი განვიხილოთ. იმისათვის რომ დრიფტ-კარი შედგეს დრიფტ-კარად. როგორც უკვე გითხარით, ეს არის მოხოვის კუთხე, პირველი საკითხი და დააკვირდით ამ მანქანის მოხოვის კუთხეს. ფაქტიურად ეს 90 გრადუსით უხვევს და რა თქმა უნდა ანალოგიური არის აქეთ. ოკეი, ეს პირველი მომენტი. რა თქმა უნდა, ძრავი უნდა იყოს აუცილებლად სენსორული, რომ მაქსიმალურად მაღალი შეგრძნებები მივიღოთ, თუმცა უჩვენო ძრავით შეიძლება დასაწყისში. მომხვევის სერვო, ესეც უნდა იყოს უმაღლესი დონის თუ გსურთ, რომ მაღალ დონეზე გამოგივიდეთ, თუმცა დამწყები ვერსიებიც არის, რომელიც გამოგადგებათ. ბალანსი, რაზეც ვიცი, რომ თავის პატრონს ძალიან ბევრი დრო აქვს დახარჯული და აი თუნდაც ის, რომ მაგალითად აი ეს ESC, ეგრეთ წოდებული კომპიუტერი არის უკან განმოტანილი. მაგალითად, ნახეთ, ძრავიც უკან არის და ზოგიერთ მანქანაში შუაში რო ყენდება ხოლმე, ესე არ არის. ამას აქვს თავისი მიზეზები და ეს უკვე ღრმა ინფორმაცია, რომელიც ეხლა ამ წამს საინტერესო დიდად არ იქნება. მარტივად რომ აგიხსნათ, ყველა პატარა დეტალი დაწყებული ამორტიზატორის ზამბარა, მაგალითად ამორტიზატორში Z-ის სიბლანტე, რომელიც იწყება წარმოიდგინეთ 10 ნომრიდან და ადის 10 კი არა 100 ნომრიდან და ადის მილიონებზე, სადღაც 5 მილიონამდე ადის, წარმოიდგინეთ ის უკვე როგორი სქელი იქნება, ხო? ანუ აი ამ ყველაფერზე ბალანსს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თუმცა ეს მანქანა სადღაც 3000 თუ შეიძლება მეტიც დაჟდა და არ ვიცი. ეხლა მინდა მე თქვენ განახოთ თუ როგორ შეიძლება და გირჩიოთ ის ნაწილები და ის დეტალები თუ როგორ შეიძლება აწყოთ ბიუჯეტურად დრიფტ-კარი, რომელიც აუცილებლად იქნება ესეთი თამამი წარმომადგენელი ჩვენი ჰობი დონის RC დრიფტისა. და ზუსტად ეს არის ის შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც ამის ნახევარი ფასი დაждდა თუ კიდევ უფრო ნაკლები და რეალურად ერთი შეხედვით შეიძლება არ ამცოდნე ბევრი ვერც გაარჩიოს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა დეტალებში არის. თუმცა დასაწყებად იდეალურია. წამოეხლა განახებთ რა შეიძლება ვიყიდოთ, რა ნაწილები შეიძლება ავარჩიოთ და ასე გაგარკვევთ მოკლედ თავიდან ბოლომდე რა შეიძლება დაგიჯდეთ ბიუჯეტური RC დრიფტი. პირველი გჭირდება რა თქმა უნდა შასი, შევიდეთ მაგალითად eBay-ზე, ვიპოვოთ საკურას შასი. გამომდინარე იქიდან რომ საკურა არის ერთ-ერთი ბიუჯეტური, აი არის ბრენდები, რომლებიც მარტო მაღალი დონის იმებს უშვებენ, რა ქვია, შასებს უშვებენ და მარტო პრო კლასის ტიპები და საკურას ეგ აქვს კარგი, რომ ბიუჯეტურად ძალიან კარგი რამ შეიძლება იყიდო. მაგალითად, აი ავიღოთ საკურა D6. საკმაოდ კარგი, უკანა წამყვანი და ერთ-ერთი ის ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ განიხილოთ, მაგრამ აი თუ სიტყვაზე ვამბობთ, ცოტა მეტს გაიმეტებთ და აი დაუშვათ ავიღოთ საკურა D5, შეხედეთ ახლა გაჩვენებთ კიდეც. აი ეს. აი ფასდაკლებაც არის პირობითად. აი საკურა D5 MR. ნახეთ $170 პირობითად. ეს არის V2 ვერსია არის, ანუ ცოტა განახლებულია. მოკლედ, ესე იგი დაახლოებით შეგვიძლია ჩვენ ჩავთვალოთ, ახლა თუ მაინც მინიმალურ თანხაზე გინდა დაწიოთ, აი $126 ღირს შასი. მოკლედ, შასი ავარჩიეთ. გადავიდეთ ახლა შემდეგზე. ესე იგი, შემდეგი გვაქვს სერვო და სერვო შეგვიძლია ავირჩიოთ, მაგალითად Power HD-ს, აი ესეთი D12 მოდელი, აი ესეთი ვიზუალის არის, $60 ღირს და იცით როგორი სერვო არის? რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო იაფინ სერვოების დააყენოთ, პირობითად თუნდაც 50 ლარიანი და 40 ცენტს იმუშავებს, მაგრამ ეხლა რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ დონეს, რომ აი ჰობი კლასში ამაყად იყოს და თან ძალიან ძვირიც არ იყოს, მაშინ ეს კარგი ვარიანტია. ანუ $60 სერვო და გიროსკოპი დაგჭირდებათ. ამის, რა თქმა უნდა, ბარემ თავისივე. ნახეთ, ცალკე შეგიძლიათ, მაგრამ ერთადაც შეგიძლიათ, რა მოკლედ $110 ღირს ერთად რო ავიღოთ სერვო, ოღონდ ეს D15-ია, ეს კიდე მომდევნო ვერსია არის.
თუ არ ვცდები, მე მგონი ეგრეა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ის ანუ $100 ღირს და ეს ის ვერსია, რომელიც მართლა ძალიან მაგრად გააკეთებს საქმეს. ეხლა ერთ-ერთი მთავარი მომენტი, ანუ ძრავი და ES-ი. აი მაგალითად არის $92 და 26 ცენტი, ეს არის Rocket-ის სენსორული არის, რაც მთავარია. ამუშავებს, თუმცა აი ცოტა მეტს თუ გადაიხდით ბარემი ვერსიასაც გეტყვით, სადღაც $130 უკვე ნუ უკეთეს ვარიანტს აიღებთ რა, მაგრამ ნუ რადგან ჩვენ მაქსიმალურად ბიუჯეტს განვიხილავთ, ხო, შეგიძლიათ აი ეს ნახეთ, Rocket brushless sensor, რაღაც 540 მოტორ, აი მას ჩაწერთ ზუსტად როგორც არის, აი ამ ვერსიას და მოკლედ იმუშავებს, საქმეს გააკეთებს და პირველი ეტაპისთვის ასე ვთქვათ, იტყვით რომ სათამაშოთი არიწყებთ და ხარისხიანი იქნებით რა. ანუ თან ახლა კიდევ გახსენებთ იმ მომენტს რომ მე ისეთ ვერსიას გთავაზობთ რომ რამე ანუ სერიოზულ დრიფტ მანქანებთან დადგეთ და კონკურენცია გაუწიოთ. ზოგადად ნახეთ, ეხა რადიოზე ცოტა ნაკლებად ვფიქრობ რომ უნდა დავზოგოთ თანხები. ეხა ეს რადიო არის ჩემი აზრით ის მინიმალური, რომელიც შეიძლება იყიდო ადამიანმა და აი ამ რადიოს ღირებულება არის, ნახეთ, $60. აი ეს რადიო არის FlySky GT5 და ამის მიზეზი რატომაც გეუბნებით რომ არ უნდა დააზოგოთ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან გრძნობი არის, აი მაგალითად აი ამ ჩახმახის ნახეთ, აი არ ვიცი როგორ მინდა რომ ის მოდეს ხმა რომ აი იმას შვება აი თითქოს ჭრიჭინებსო თუ რაღაცა ეგეთი რომ აწვები რაღაცა აი მომენტში თითქოს გაჭედავს მე გადაგიხტუნებს და დრიფტზე ამას ძალიან გრძნობს შენ შეიძლება ბეშერზე მონსტერ ტრაქზე და რაღაცა ეგეთ მანქანებზე თუნდაც კრაულერზე ვერ იგრძნო მაგრამ აქ ამ ყველაფერს ძალიან გრძნობს და ძალიან ხელს გიშლის მოკლედ ჩემი აზრია რომ ამაში უნდა გაიმეტოთ $60 თუმცა თუ ისეთ რადიოს იპოვით რომელსაც აი ესეთი ტიპის რეგულატორი ექნება რომელზეც მე აი ამ გიროსკოპს რო წეღა რო აგიხსენით ამ გიროსკოპს დასვამთ და არეგულირებთ ნუ ისიც შეიძლება უბრალოდ ჩემი რჩევა არის რომ მოკლედ ამაში არ დავზოგავდი ფულს ერთი სიტყვით და რაც შეეხება ბოდის მაგალითად აი ესეთი ხარისხის დაახლოებით და ეს იცოდეთ რომ საკმაოდ კარგი ხარისხია არის სხვადასხვა ვარიანტები Nissan Silvia BMW M3 ანუ E92 46 მოკლედ ძალიან ბევრი ვარიანტია საშუალოდ 50 ლარი გათვალეთ ამაზე და პლუს მაგას თქვენ რა თქმა უნდა დაგჭირდებათ საბურავები და საბურავების ღირებულება არის აი რავი მოკლედ $5-დან იყიდი $10-დან იყიდი და თავიდან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეგ უკვე თქვენ გემოვნებაზეა ნუ თავარია ვიცით რომ სადღაც $10-დანაც კი შეგიძლიათ იყიდოთ და თუ კარგი საბურავები გინდა აი მაგალითად აი ამ მანქანას როგორც უყენია ეს სადღაც $20 ღირს ესეც არ ღირს ძალიან ძვირი ანუ შეგიძლიათ პირდაპირ $20-იანითაც დაიწყოთ მოკლედ ახლა შევკრათ მთლიანი და დავთვალოთ რა გამოგვივიდა ასე ვთქვათ ჰობი კლასის ოღონდ ესეთი ამაყი ჰობი კლასის ჯამური ღირებულება ესე იგი, საკურა $126 შასი, $110 გიროსკოპი, 92 და 26 ეს არის მოტორი თავის ES-ით, რადიო GT5 $70, ეს არის $398, უკვე ფაქტიურად ანუ ამ $398 თლიან მანქანას კრავ. ნუ საბურავების მე უკვე თქვენ გადაწყვეტეთ $5-იანს დაამატებთ თუ რას და კიდე რანაირ ბოდის არჩევთ და თუ გინდა საერთოდ თავიდან ბოდის ნურს იყიდით. ანუ თავარია რომ მაგის გარეშე მანქანა იქნება. ნუ ბარემ იმასაც გეტყვით რომ მე ცალკე დაგჭირდებათ ლიპო, ანუ ეს იყო რეალურად რომ მანქანა გყავდეთ. დაგჭირდებათ ლიპო რომელიც შეიძლება იყიდო $10 და რომელიც აბსოლუტურად საკმარისი იქნება და დამტენით შეგიძლიათ იყიდოთ EF-იანი ვერსია რა, შეიძლება 50 ლარად, შეიძლება 100 ლარად. ნუ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში $398 შეგიძლიათ იყიდოთ ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, ნუ ძალიან მაგარი რა, ბიუჯეტურად ძალიან მაგარი მანქანა და გაუწიოთ მართლა ძალიან მაგარ დრიფტკარებს კონკურენცია. ახლა კი ვფიქრობ, დრო დადგა უკვე გაჩვენოთ, მე აქედან გეტყვით რომ მე არ ვარ პრო კლასის დრიფტერი და დრიფტი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, აბსოლუტურად ყველაზე რთული არსი სამყაროში და ზუსტად ამის სირთულე რაში მდგომარეობს მინდა აგიხსნათ ეგ და ბარემ გეტყვით რომ როდესაც დრიფტის სწავლას იწყებენ ადამიანები აი სტანდარტული მომენტია ზედმეტი ტროტილი ანუ მოკლედ ისე იცოდეთ აი ამ ჩახმახს ან ტროტილს ვეძახით ხოლმე ანუ ზედმეტი ტროტილი აი ესე იგი გამოდის რომ ზედმეტ გასს აძლევენ და უტრიალდებათ ხოლმე
აბსოლუტურად სადაც არ უნდა გადახედოთ თუნდაც YouTube-ზე. ვინც კი დრიფტის სწავლას იწყებს, ყველას ეგ ემართება. ეგ ერთი, მერე ზედმეტი საჭის ტრიალი. მთელი იდეა და კარგი დრიფტი მდგომარეობს იმაში, რომ შენ მაგალითად აი ამას საჭეს რომ მოახვევინე პირობითად და აი მოწყვიტე, ხო და მე ხო გადაჯექი მაგალითად. ხო? აი ეს დანარჩენი კუთხეები ტროტილით აკონტროლო და არა საჭით უხვიო. ამიტომ ეს ძალიან რთულია და სტანდარტულ მანქანის ტარებას რო პირობითად მანქანაზე რო დაჯდები, მიდიხარ და თუ მარცხნივ მოუხვევ, მარცხნივ წახვალ, ასე არ არის. იქ არის როგორი ვარიანტი იცი რომ ესე იგი ფაქტიურად მარჯვნივ უნდა უხვევდე, იმიტომ რომ მარცხნივ შედიოდე და ზედმეტი გაზის მეშვეობით უკანატანით შემოდიოდე მარცხნივ და ეს ლოგიკაში რო არ არის, ამიტომ რთულდება. მოკლედ ეხლა წავიდეთ, განახებთ ამ ვაჟკაცს რა შეუძლია, ოღონდ მე ამას ბოლომდე ვერ გავწურავ და რა თქმა უნდა შევადაროთ იმ ბიუჯეტურ ვერსიას, რომელიც ახლა მე თქვენ გირჩიეთ. და ერთი ის მომენტია, რომ შეიძლება ვიდეოში კარგად ის ყველაფერი ვერ აღიქვათ ხარისხი, რატო არის და თან ჩემი ნატარებითაც შეიძლება ვერ აღიქვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მარტივს ვიზავ. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ, გააქტიუროთ ზარისღილაკი და ლაიქიც არ დაგავიწყეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოვედით იუსტიციის პარკინგზე, წამოვიყვანეთ ჩვენი Lamborghini 4x4-ზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირი და ჩვენი ბიუჯეტური დრიფტ კარი. და რეალურად მინდა გაჩვენოთ რა სხვაობებია მათ შორის და ასევე მინდა გაჩვენოთ და უფრო ნათლად დაგანახოთ თუ რატომ არ არის ეს დრიფტ კარი. აუ, ლამაზ ტიპები არიან. მისწორდება. ამოხდა? ო. რა ლამაზები არიან. აი, ერთი რაც უნდა ვაღიაროთ, აი ხა სლეში, ისა, ეს რაღაცა მონსტერ დეგენერატები, ხო, მიყვარს, მაგრამ აი, რაღაცნაირად რო უყურებ და ნამდვილი რო ვაფშე სხვა მუღამია რა. Lamborghini, Chaseri, E46, რა თქმა უნდა, M-ი. მოკლედ ასწორებს ეს ყველაფერი. არხის გამოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და ზარისღილაკსაც თუ გააქტიუროთ კიდევ უკეთესი, მაგრამ არხი გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ჩვენ კი დავიწყოთ, ნახოთ და შევადაროთ ეს ყველაფერი. მოვიტანე რადიო და რადგან გითხარით რომ რეალური დრიფტი არის ძალიან რთული, მოკლედ პირველი დავიწყოთ Lamborghini-ით, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მარტივი არის. ой, და სხვათა შორის, ვინც არის იცით ამ რადიოზე, მაქვს დაყენებული სამივე მანქანა და ამ ერთი რადიოთი უმართავ სამივეს. ოღონდ უბრალოდ იმებს შევცვლი რა, არხებს თუ რავი რაღაცას. აჰა, აი Lamborghini ვიპოვე, აი Lamborghini-ს დავარქვი და მზად არის ჩვენი Lamborghini. ჩაირთო, აბა. წავიდა. რა ეფექტური დასაწყისი იყო ესე იგი? ისინი ფეილები რო არის ხოლმე YouTube-ზე, ხო იცი, აი ზუსტად ეგ ვერსია მომივიდა. დრიფტის ბუღამი ხო არის ის რომ წინა საბურავები ესე იყოს დაუშვათ და უკანა გვერდულად და კაი კუთხით მოდიოდეთ. ამას დააკვირდით 4 საბურავია გასწორებული და ეგრე დრიფტავს. დააკვირდით? მაინც და მაინც გავიარე. იცი რა არის? მართლა აქ თავის მუღამი, ანუ მაგრად გაერთობით, მაგრად იღადავებთ. ძალიან კაია, ხა ამას რომ დაუყენოთ პირობითად რეზინიანი საბურავები. სულ სხვა მუღამი იქნება, ბაზარი არა, მაგრამ ნუ არ არის ეს დრიფტი რა. კაი, შევესწრები, აი ესე წრეები გავაკეთო. წავიდა. აუ, ძნელია. ძნელია, აი რა არის, ვერ ვიგებ რა ჯანდაბა უნდა რა. კაი, კიდევ ცადო, წავიდა. აი, აჰა, კიდე. მოკლედ. ძალიან განზე გადის. აი, ალბათ ის გამოვა მთელ წრეზე რო ვიარო. წავიდა, წაიღო! აუ! კაი, ავერთიც. მიდი. მოკლედ, მე მგონი ატყობ თქვენს რომ ცოტა უმართავი ტიპი არის. აბა წამო იქ ორი ცალი არის ბოძი და იქაც გავაკეთოთ.
არა, თან უკანა მხარე მიაკ, ესე იგი, ამ მანქანას ეხა რეალურად უკან მეტი სიმძიმე რო კონდეს, ბევრად კარგად გაიმართებოდა რა. მოჭიდებაში მოიკოჭლებს. აი, ცოტა გამოვიდა. გავშალეთ. იჰა! ვაიმე. უა! მოდი, წავიმარიაჟეთ ცოტა. იო. მოკლედ, ესე ჩვენი Lamborghini. ხო გაიგეთ ახლა, ხო ისა საკმარისია. სხვა მანქანას გადავიდეთ და თან მით უმეტეს თუ გაიგეთ, მით უმეტეს გამოიწერეთ არხი. ვა, ეხა უფრო დავამუღამეთ, ხედავ? რო ვიღებ ხოლმე უფრო ცუდად ვატარებ ისე რო იცოდეთ. ესე იგი ჩვენი შემდეგი მოდელი იქნება ბიუჯეტური დრიფტკარი და ჯერ ვერ ვიპოვე რომელია, ვაიმე, მართლა აღარ მახსოვს რომელია. ოუ, რაღაც ქნა. ეგ არის. თუნდაც საჭი არ უყავს, გამორთული ყოფილა. კაი, მოვსინჯოთ ახლა. ჩვენი BMW-თი დრიფტი და ეხლა მინდა აგიხსნათ სანამ მოვიმზადებით. ერთ სალის ის მოძვრა. ეს არის სხვათა შორის მაგნიტებით, კლიპსებით არა ეს. ნახეთ, ესე არის მაგნიტები და პირდაპირ დააფარებ და ჯდება. ეხლა ნახეთ როგორ ჯდება. ეგ არის? всё, მგონი დააჭდა. აჰა, всё. ესე იგი, სანამ დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სამართავის სტილი, იმიტომ რომ ყოველთვის როგორ აგიხსნათ რა, ლოგიკურად ტარებას იწყებ რა, აი იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ეხა აიღებ მანქანას და გამოგივა, აი არაფერი არ გამოგივა, როცა იწყებ თავიდან. მეც დიდად ვერ ვქაჩავ. სხვათა შორის ზაქრო მაგრად ატარებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ყველაზე მაგარია. ვაჰ. ვაიმე. ეხლა აქ ის ამბავია, რომ ძალიან მეხმარება ის, რა ქვია, გიროსკოპი. იმდენად ზედმეტად მეხმარება, რომ ისა, ვეღარ ვგზნობ მანქანას. აბა წავიდა. აი, ცოტა დავიწყე. კაი, წამო პირდაპირ ჩვენი მეფთან მივიდეთ. აუ, მოკლედ ეხლა სანამ მე ამას დავამუღამებ, სად რა უნდა? აი, მოკლედ რეალურ ვიდეოს ვიღებ. რა დღეში ხარ, როცა იწყებ დრიფტს რა? ზუსტად ჩემ დღეში იქნებით. შენი. გამოდის, ხალხო, ცოტა გამოდის. აი, რაღაცა გამოვიდა. მივეპაროთ ახლა ისევ ჩვენ იმას. ვაიმე დავიტანჯი. აი მე ძლივს რაღაც გამომივიდა რა. კაი, იქ ცოტა მეტი მოჭიდება. ეხლა ესეც გავტესტოთ იქ. და თქვენს უფრო კარგად შეადარებთ რეალურად. ხო, მოკლედ, მარტივად რო გითხრათ, რეალურად, აი ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა, აი ესე ხდება ხოლმე და სხვა არაფრის იმედი არ გქონდეთ, იმიტომ რომ ეს მანქანა არ არის კიდევ გეუბნებით აწყობილი და ანუ აწყობილი კი არა, დარეგულირებული არ არის და ასე რომ რო დაარეგულირებთ, მე არ გექნებათ მსგავსი პრობლემები. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპს გაივლით. მე რაღაც დონეზე ვიცი ამ ყველაფრის გაკეთება და ყოველ შემთხვევაში თუ დააპირებთ დრიფტკარის აწყობას, დაგეხმარებით ისეთ დონეზე, რომ ესე ჩემსავით არ დაიტანჯებით რა. და რაც შეეხება ჩვენი ჩეისერი. აი ხა ეს მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ზაქროს ისე კარგად აქვს მორგებული თავის ხელზე ეს მანქანა, რომ წინასწარ მაქვს კომპლექსი, რომ ისე ვერ ვატარებ. მაგრამ სამაგიეროდ ბეშერებს როგორ ვატარებ, დაწერეთ როგორ ვიდეოები მაქვს. კულერის ხმა. ესე იგი, ამ მანქანაში აყენია, აი, მართლა რაღაც რა ლამაზია განათებები.
იმე რა გემრიელია. ხმა გაიგეთ? აუ ეს ხმა უნდა გაგაგებინოთ. სხვათა შორის ელექტრო ძრავებსაც აქვს, მოკლედ ამ იმას რა, აი სენსორულ ძრავებს. აქვს ტურბო თაიმინგი და ეხა უბრალოდ მოусმინეთ ხმას რა. მოცადე? აუ ისმის ხო? რა მაგარია. კაი. ეხა ამაზე უნდა გამომივიდეს ბევრად. კარგად ეს ყველაფერი. ეს რა არის? რა ცხოველობაა, ბიჭო. მოცადე? ვასკა ჩვენ ახლა მაგარი რაღაც შეგვეშალა რო იცოდე. მოკლედ ამ საფარი არ ვარგა. მართლა არ ვარგა. ეხლა წეგანდელი სიტყვები ცოტა უკან მიმაქვს რა, იმიტომ რომ მე ამანქანით მივლია და თან ძალიან მაგრადაც მივლია თავის გადაჯდომა, გადმოჯდომები და ყველაფერი და აქ მიჭირს დრიფტი ახლა ამანქანითაც, იმიტომ რომ პირველად არ ვატარებ და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა რა. ნუ აი მაინც გამომდის რაღაც დონეზე, მაგრამ ეს ის არ არის რა. ვერ. აი ნუ მაინც ხო ხდებით ახლა სხვაობას, მე როგორც არაპროფესიონალი, თან საფარი ძალიან ცუდი გვაქვს, ჭუჭყიანი გვაქვს. მაინც პირველივე მცდელობაზე რაღაც გამომივიდა. ეხლა ცოტას ვივარჯიშებ და ბარემ თქვენთან ერთად ნახავ მეც შედეგს და პროგრესს რა გამომივა. გამოდის უკვე წავიდა. ეს მანქანა ცხოველია. აუ ძრავი და იესი რა შვება პროსტა. და ნუ აი საოცარი მანქანა. ეს მანქანას და თქვენს ბევრად კარგ ტარებას იმსახურებთ და ბევრად ლამაზ კადრებს იმსახურებთ. ზოგი ჭირიმარგებელია ლიპო დაგვიჯდა, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით. ერთი დღე ვიმეცადინებ მაქსიმალურად რაც შეიძლება რომ ერთ დღეში ამოვწურავ და აუცილებლად განახებთ ამ მანქანის უკეთეს დრიფტს, უკეთეს ვიზუალს, უკეთეს ადგილზე. თქვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი, გააზიაროთ ჩემი ვიდეო და ზარის გილაკიც გააქტიუროთ. მოკლედ, წავედით. ესე იგი, გავიდა ერთი დღე და მე ერთი დღის ნაცვლად ვიმეცადინე სულ რაღაც, მოკლედ ერთი ლიპოც კი ვერ დავსვი, დრო არ მქონდა. თუმცა, ეხლა განახებთ, როგორ შედეგზე გავედი და რა გამოგვდის დავანახეთ იმ დღეს რო ვწვალავდი. აი რაგი ნამდვილი ხანია ერთიც არ დავჯახებულ ვარ. დამეთანხმე რო ეგრეა. ეხლა მინდა ვცადო ესეთი რაღაცა. ესე იგი, აქეთ გვაქვს 5 ცალი კონუსი, ვერო ბოდიში ბოწკინტი, ხო და გავაკეთებ ყველაზე იმას რა ქვია, წრეებს რა. ნახოთ თუ გამომივა ამ რაღაცა პატარა მეცადინეობის ფონზე. წავიდა. აბა, დავიწყეთ.
მოგეთ უნდა ვაღიარო რა. მუხრუჭი არ მაქვს. ანუ რეალურად ამ მანქანას ახლა განახებთ. ნახეთ. ამ მანქანას აი როგორც დამდვილ დრიფტში ხო ჩვენ გვჭირდება ხელის მუხრუჭი რა. ხო და ზაქრომ რაღაცა უჩიჩხინა. და მაგიტო მუხრუჭი არ მაქვს და რაღაც მომენტებში რომ მინდა გავაკეთო ხო ხდებით? ვეღარ ვაკეთებ. აი დააგვირდით. აჰა. 7 წლის მერე ამუხრუჭებს რა გავაკეთო არა და იმის რა ქვია ხელის მუხრუჭის გარეშე დრიფტი გაგიათ. მაინც გავაკეთე. ხედავთ, აი მაგარი ვარ. წავიდა კიდე. გავნაგლდი უკვე ახლოსაც დავტივარ. შემეშალა. კაი. იცი რა არის? მე მაქვს ეს იდეა. მოდი დამიწერეთ ნებისმიერ სტილში, თუ გინდა დრიფტში. ხო და დამიწერეთ კომენტარებში ნებისმიერ რაღაც, რა გავაკეთო, რაღაც სიგიჟე, რაც გინდა თუ გინდა დეგენერატობა იყოს. მედი და ვისაც კაი იდეა ექნება, სხვათა შორის ერთს არა, ორსაც და სამსაც გავაკეთებ და ნახოთ როგორი კრეატიული მაყურებელი მყავს. წავიდა. ახლა დამარტყა ერთმა გენიალურმა იდეამ თავში. მე რომ უფრო კარგად აღგაქმევინოთ ხო, რა ვთქვი, რა დონის რთული არის დრიფტ კარის მართვა, ვასკა. ცდი? მოდი, მოკლედ, ხო პირველად უნდა ატარო. ხო და ეხლა მეგობრებო, განახებთ, ანუ აბსოლუტურად პირველად უნდა იყოს, ცოტა შორტ კურსზე მიჩვეული არის ჩვენი ვიდეოგრაფი, თუმცა ეხლა ვნახავთ რას გააკეთეს, მოდი დავიწყოთ. სათხარ. მოდი პირველი ეგრევე აქ არ გინდა ესენი, უბრალოდ ჯერ დაიწყე ჩვეულებრივი დონატით. რამდენი მიყურა რომ დაამუღამა ხალხნო. რა ცუდი ადამიანი. რა სიტყვი? ძნელია ხო? დაიჭირე. ერთი სიტყვით დღეს ეს ყველაფერი მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, ეს ყველაფერი მინდოდა რომ ამეხსნა და იმედია რომ ცოტათი უფრო მეტად შეგაყვარეთ RC დრიფტი და მე კიდე პირობას ვთქვი რომ აუცილებლად უფრო მეტ და უფრო საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ დრიფტის კუთხითაც და სხვათა შორის ძალიან სასიხარულო იქნება თუ გამომეხმაურებით ის ადამიანები ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი და მე ყველას დაგეხმარებით აუცილებლად რომ იქნებ დრიფტიც გავზარდოთ ჩვენი RC დრიფტი საქართველოში და მოკლედ, ის გადაგჩენიათ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ლაიქი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და დაელოდეთ მომდევნო 8 საათს, რა თქმა უნდა, კვირა დღეს. წავედით.